სააკაშვილმა ახლა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დაწერა, რომ ჩვენს მიერ მოყოლილი ამბავი ვინ მიღლატა და ვინ ჩაომიყვანა აქო, არ ეხება არც ერთ მოქმედ პოლიტიკოსო, არც მილიას და არც ხვებსო. ანუ ეს ადამიანი საერთოდ ბევრისთვის უცნობი არისო. მოქმედი პოლიტიკოსი არ არის საერთოდ და ცოტა თუ იცის ვინ არის და როცა დრომოა, მაშინ მას დავასახელებო. ანუ პრაქტიკულად მთელი კვირა და 10 დღე ხალხი ამაზე აბალამუტეს, ხო? ხომ შეიძლებოდა ეს მაშინვე ან არ თქმულიყო საერთოდ და ან კიდევ თქმულიყო განმარტებით, რომ ეს არ ეხება არც ერთ მოქმედ პოლიტიკოსს, არც ნიკა მელიას და არც ასე და არც ის. რამდენი აგინეს ნიკა მელიას ამის გამო თქვენ თუ ნახეთ და სხვებსაც ხო და რამდენი უნდობლობა დაითესა. მოკლედ, ამით იმის თქმა მინდა ჩემო კარგებო, რომ ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც ამ რაგის და ამ მნიშვნელობის პოლიტიკოსი ამბობს, რომელსაც ამდენი ხარდაჭერი ყავს, ხო, თქვათ, ათასობით, ხო? ასე არის. ყოველთვის მოითხოვს გარკვეულ პასუხისგებლობას. პოლიტიკა ამიტომაც არის ძალიან რთული და ძნელი საქმე, რომ ის არა მარტო დიდ კომპლექს ურცნობას მოითხოვს სხვადასხვა საკითხებზე, რაც სამწუხაროდ ასე მწირია ჩვენში, არამედ საკუთარ ნათქვამ სიტყვაზეც ძალიან დიდ პასუხისგებლობასაც. მე როგორც ამდენი ხანია, 40 წელია პრაქტიკულად ამ სფეროში ვარ, მაქვს უფლება რომ ეს თქვა, იმიტომ რომ ბევრი უპასუხისგებლო პოლიტიკოსი მინახავს და არა მხოლოდ ტელევიზორიდან და რამდენად უპასუხისგებლოები არიან ეს პოლიტიკოსები, საქართველოს დღევანდელი მდგომარეობაც ნათლად მეტყველებს, ხო? სწორედ ამიტომ ვართ ამ დღეში, რომ ვეღაცეები პოლიტიკას თამაშობენ და გაგნებაში არ არიან რა არის რეალურად პოლიტიკა. რა უმძიმესი და საპასუხისგებლო საქმეა ეს. აი, ვიცოდეთ მოკლედ, ამიტომ ჩავთვალე საჭირო და ამის თქმა, ეს მაგალითი უნდა იყოს და გასააზრებელი ბევრი პოლიტიკოსისაც და ბევრი მათი გულშემატკივარისაც, რომ არ შეიძლება ასეთ მძიმე დროებაში ერთი რაღაც გაუაზრებლად ნათქვამი სიტყვის გამო ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვიოს და დამაზიანებელი საკუთარი თავისთვისაც და ოპოზიციისაც და მთელი პოლიტიკური სიტუაციისაც. იხარეთ და იმრავლეთ წარმატებები, გაიხარეთ. გაავრცელეთ ეს ვიდეო, ბევრმა ადამიანმა გაიგოს რა ხდება.